წარმატებული ბიზნესმენის კიდევ ახალი პროექტი Dunkin' Donuts საქართველოში შემოდის. ამერიკული ბრენდის ფრანჩაიზ საქართველოში Whistle Group იფლობს. სოფლიო მასშტაბის ქსელი, რომელიც 60-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, 11,000 რესტორანს 8,000 სანაყინეს ფლობს და მისმა წლიურმა გაყიდვებმა თითქმის $10 მილიარდ მიაღწია. საქმიანი სტუმარია Whistle Group-ის ხელმძღვანელი სოსო ხაკაძე, მოგესალმებით ბატონო. ვილამშტოს ბატონო სოსო, დარწმუნებული ვარ თქვენი სტუმრობა იქნება წარმატებული, მანამ სანამ ამ სტუმრობის თავარ თემაზე გადავართ ექსკლუზიურად საქმიანობის ეთერში, მანამდე კითხავთ თუ მოასწარით საქმიანობის ნახვა და როგორც მოგწონთ საქმეასტრო საქმიანობა. ეს მეოთხე გადაცემა, კარგი ფორმატია, ერთხელ უყურეთ და დიდ გისურვებ და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე საკმაოდ პროფესიულად, ხალისიანად ცოცხლად მიყავ და ძალიან კარგი. დიდი მადლობა. Dunkin' Donuts ბატონო სოსო დაფუძნდა გასული საუკუნის 50-იან წლებში, ვიცით ეს ფაქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 11,000 მაღაზიით შემოიფარგლება 60-ზე მეტ ქვეყანაში, ხო? რესტორნით. რით მოხიბლეთ? საქართველოს რით დაინტერესა Dunkin' Donuts? Dunkin' Donuts შეიქმნა 1950 წელს, თითქმის 65 წელია ეს საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს. უფრო მეტიც, ეხლა ვინც ამერიკას კარგად იცნობს, Dunkin' Donuts არის ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ბრენდი ამერიკაში. იმ პერიოდში პრინციპში სხვა ასეთი და ამ ტიპის ოდნავ დაკავშირებული ბრენდებიც არ არსებობდა, როცა ბილ როზენბერგმა გადაწყვიტა კომპანიის შექმნა. მე ჩვენ 3 წელი საუბრობდით მათთან, ისინი უბრალოდ ხაზს გაუსვამ, მხოლოდ არიან მარტო რუსეთში, ისიც მოსკოვში, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან და ამ 3 წლის მანძილზე ისე მოხდა, რომ დავარწმუნეთ. 3 წლის მანძილზე. ამას ვერ მოგიყვებით, თქვენი ფორმატი ამ გადაცემის არ იყო, უბრალოდ მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა წინა კვირაში ჩვენ ოფიციალურად ხელი მოვაწერეთ, ლონდონში იყო ჩამოსულები მათი ხელმძღვანელები, იქ მოხდა ამის ხელმოწერა და იმ 2 დღის განმავლობაში ერთი არ ვიცი, 100-ჯერ ახსენეს, რომ აი 2014 წელს შევდივართ 3 ქვეყანაში, ეს იყო შვედეთი, ავსტრია და საქართველო. ეს არ არის მარტო Whistle Group-ის წარმატება. კი, ძალიან მიხარდა, რომ საქართველოს ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან წარმატება. მე ახლა ახალს არაფერს არ ვიტყვი. Dunkin' Donuts ლოგოტიპის არსებობა და ჩვენ 35 რესტორანი უნდა გავაკეთოთ საქართველოში. ეს ნიშნავს ნდობას ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის საქმეში. ნებისმიერ ქვეყანაში თქვენ რო ჩადიხართ, გასაყურებელი. პირველ რიგში რას უყურებთ? ახლა როცა აეროპორტს დავტოვებთ, უყურებთ რომელი ბრენდები ოპერირებენ ქვეყანაში. Dunkin' Donuts ვისაც არ უნდა უსაყოლარდეს ნებისმიერ ქვეყანაში. თქვენ ძალიან ანებიურებთ ქართულ მომხმარებელს საინტერესო სიახლეებით. კი, ეს მართლა ძალიან წარმატებული პროექტი იქნება ამაში ახლა ჩვენი დარწმუნება აქვს ჭირდებოდა ჩვენ თავარი იყო მოგვეწერა ხელი ამ შეფულებისთვის. ანუ მოწერილია უკვე და ყველაფერი გადაწყვეტილია. ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი, აი დღეს პირველად ვამბობ საზოგადოების წინაშე, ამას ძალიან საკუთარ ვინახავდით ამისუფლება არ ქონდა აქამდე როგორ თქვა და ვიწყებთ უკვე ქსელის განვითარებას. პირველი 2 რესტორანი გაიხსნება თბილისში უკვე დეკემბერში. დეკემბერში უკვე შესაძლებლობა რომ შევიდეთ რესტორანში და ძალიან მოგეწონებათ მინდა გითხრათ. ბატონო სოსო ხაკაძე მისი ხსენებისას ავტომატურად გვახსენდება Whistle, ვიანორი, ვენდისი და ცოტა ხანში ეს ძალიან საინტერესო ბრენდი შემოდის. Smarty აწერე. Smarty-ც. როგორ ახერხებთ რომ ყოველთვის ესეთი წარმატებული პროექტები გქონდეთ? Smart-ზე გეტყვით 2 სიტყვით, ესე იგი 3-4 თვე მუშაობდი და თავიდანვე ლოკალიზაცია გვინდოდა გაგკეთებდი, ახლა როგორც ვენდიში გავაკეთეთ რამოდენიმე პროდუქტის და იქნება 2-3 პროდუქტი Dunkin' Donuts-ში პირველივე დღეებიდანვე, რომელსაც Smart-ი გამოაცხობს. მოეწონათ, Smart-ი გააკეთებს, მიცეს უფლება, ხალისის Smart-ის დეპარტამენტი იყოს Dunkin' Donuts, საერთაშორისო ასპარეზებით ოფერირებს და სერტიფიცირებულია Smart-ი, რომ თავიდანვე იქნება რამოდენიმე Smart-ში გაკეთებული. ამ დეკემბერში Smart-ს კრიტერიუმი Whistle Group-ისგან ცხადდება კონკურსის თანამშრომლების შესარჩევად. რა პირობებზე, რა ვადებზე უნდა გაამახვილოს მაყურებელმა ყურადღება და გადამზადების სპეციალური კურსები თუ არის გათვალისწინებული? ბოლოთი დავიწყოთ ჩვენ Whistle-ის აკადემია გვაქვს, ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც Whistle Group-ის რომელიმე კომპანიაში მშობლობა იწყებს სამუშაოს სამსახურს, ის აუცილებლად გადის მომზადებას ჩვენ აკადემიაში, მე უკვე ადგილზე, რესტორანში, ავტოგასამართ სადგურზე თუ სუპერმარკეტში, ეს ერთი. მეორე ხა ჩვენ ოფისში რომ მიხვიდეთ, სადაც ვენდი და Smart-ი და Dunkin' Donuts-ია განთავსებული, ესე იგი 100-ობით ადამიანია ყოველ დღე, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, 10 დღის განმავლობაში ხა იქნება 2 Smart-ი, 2 Dunkin' Donuts-ი და 2 ვენდის დეკემბერში და ამიტომ ეს დეკემბერი დიდი ჩვენი პრინციპი ხო ეს არის, ჩვენ ვაცხადებთ კონკურსს და ნებისმიერი ადამიანი მოდის და ჩვეულებრივ
ვთქვათ, როგორც ცივილურ გარემოში უნდა უნდა ხდებოდეს, როგორც ნორმალური თანამედროვე ბიზნესი უნდა აკეთებდეს, ადამიანები გარედან მოდიან და მიიღებენ გასაუბრებაში მონაწილეობას, განსაკუთრებით ჩვენ უნდა შევარჩიოთ ყველაზე კარგი, ეს არის თავარი ამოცანა, იმიტომ რომ ნებისმიერი კომპანიის წარმატებას ქმნიან ადამიანები. თუ ვინმე სხვა რამე მეგონია, ეს არ არის სწორი, არასოდეს მენეჯმენტის ხარისხი არის. წარმატების თავარი ერთადერთი და მთავარი საწინააღმდეგო ესე ვიცი და ესე მგონია და ასე ვფიქრობდი ყოველთვის. ამიტომ ჩვენ მარჩევთ ვისეულ ადამიანებს და პირობები ყოველთვის არის ესეთი, რომელიც შეესაბამება და შეესატყვისება საბაზო კოლექტივს ყოველთვის. ბატონო სუსო, საქართველოში ყოველთვის არის პრობლემა სერვისის, თუმცა თქვენს კომპანიებს ეს არ შეხებია. როგორ ახერხებთ, რომ კვალიფიციური კადრები გყავდეთ და ყოველთვის იყოს მაღალი დონის მომსახურება? პირველი ძალიან დიდ დროს ხარჯავთ ეხანაც ვამბობდი ადამიანების შერჩევაზე. მე პირადად ძალიან ბევრ ადამიანს ხვდები, ყველა გადის ამ აკადემიაში მომზადება. უკლებით. რა თვისებებს აქცევთ ყველაზე მეტად ყურადღებას? კადრის შერჩევისას. პირველ რიგში ადამიანს უნდა უყვარდეს ის საქმე. სიყვარულის გარეშე ჩემი აზრით ვერაფერს ვერ გააკეთებ. ვერც ოჯახში, ვერც ოჯახის გარეთ. ეს არის ეს პირველი. მე იყოს მონდომებული, წესიერება არის ფაქტორი, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება ვისელში და ნუ არის ესეთ სხვადასხვა კიდევ სებები, რომელიც ახლა ჩვენ ამ 21 წლის განმავლობაში გამოგვიმუშავდა თქვა რაღაც იმუნიტეტი ადამიანს რო შევხედავთ. სხვა რა თავი შექება ალბათ იმ წუთში რაღაც 5 წუთში ვგებულობ რამდენად ის გამოგვიმუშავდა. ეს ძალიან დიდი ნიჭია, ამიტომ რომ ზოგჯერ არ ხდება რომ გაამართლებს ხოლმე ეს ადამიანი. რამდენი ადამიანი ყოფილი დასაქმებული? 5 დასაქმებული დაახლოებით. ასე რომ ეს ალბათ ამ რიცხვთან ერთად მოვიდა ეს ადამიანი შეხვდა და მისი ამოწმებით. ბატონსო, გეგმები საქართველოში, რას გეგმავს ვისო ჯგუფი ამ მიმართულებით, ხო დედაქალაქში გაფართოვდება და გიგონაც თუ რეგიონებში და როდის, ანუ ეს როდის მოხდება? მოკლევადიან პერსპექტივაში თუ პროგნოზებადიან? Smart როცა ძალიან პატარა ორგანიზაცია იყო და დღესაც არ არის დიდი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს Smart-თან დაკავშირებით, მაგრამ ის თქმამი და თავიდანვე ჩვენ რეგიონებში გავედით. ვისოლი რომ ყველა რეგიონშია საქართველოში იცით და დანკინონაციც არ იქნება მარტო თბილისისთვის. ესეთი კულტურა ჩვენ არ გავაჩნია. დანკინონაც უკვე მომავალ წელს რამოდენიმე ქალაქში იქნება თბილისის გარეთ. კიდევ რაიმე სიახლე ხომ არ გექნებათ ექსკლუზიურად? სამი წელი ამაზე ვუშაობ და ახალ ბრენდებთან თუ მიწის. დიდი რესტორნის წელი, ეს ძალიან წარმატებული ბრენდია და მე ახლა მართლა არ ვიცი რომ მეტყობა კიდევაც რო გახარებული ვარ, იმიტომ რომ სამი წელი ამაზე ვუშაობდით, მე ხაროს ამერიკაში ვსწავლობდი 14 წლის წინ, აი მაკედან იმ დროიდან ჩამესახა რომ ეს კომპანია როდესმე უნდა ყოფილიყო ჩვენ ქვეყანაში. ეს არ არის მარტო ჩვენი წარმატება, ხა ეს არ არის ამ გადაჭარბებული სიტყვები, აბსოლუტურად გულით გეუბნებით. ეს არის ქვეყნის წარმატება, როცა ვენდი, დანკინონაცი და ყველა ის ბრენდი, რომელიც არის საქართველოში წარმოდგენილი, რომლებიც სხვა ბიზნესმენებმა წამოიყვანეს და ყველას როცა გულითადად, ეს არის ქვეყნის წარმატება. ესეთი დიდი მულტინაციონალური მსხვილი ბრენდების არსებობა ჩვენ ქვეყანაში. გამიჯერეთ, ეს იმდენად კარგი ინდიკატორია ნებისმიერი პოტენციური ინვესტორისთვის. მნიშვნელობა არ აქვს ენერგეტიკაში, დევს ფულსოფტის მეურნეობაში და სხვაგან. რომ შემოდის და ესეთ ბრენდებს ხედავს ქვეყანაში, ეს ქვეყანა არის წარმატებული. იწოს საბოლოო ჯამში ჩვენ ბიზნესმენები ვართ, ჩვენ ერთადერთი რაც ვიცით ბიზნესის კეთება და უნდა გავაკეთოთ ის, რომ ესეთი მსხვილი ბრენდები შემოვიყვანოთ ქვეყანაში და შეიქმნას იმიჯი და განცდა იმისა, რომ ქვეყანაში შეიძლება ფულის ჩადება. მნიშვნელობა რა აქვს, რომელი სექტორის არ უნდა იყოს, ამას კიდევ ერთხელ გავუსვაფხას. რომ შევდივართ ქვეყანაში უყურებთ საერთაშორისო ბრენდებს პირველ რიგში. ანუ ჯერჯერობით იმ ახალ ბრენდებთან, რომელიც ჯერჯერობით თქვენი პრიორიტეტი რაც იყო, ის უკვე შესრულებულია, მე ამას გილოცავთ. სამომავლოდ იმედი მაქვს, ახალი ბრენდი როცა იქნება ვისოლის გეგმებში, როცა შემოვა საქართველოში, ისიც ექსკლუზიურად საქმიან დილაში გახდება მაყურებლისთვის ცნობილი. ამიტომ წარმატებები გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენს. ყველა საქმიანობაში ბატონი სოსოფ ხაკაძე იყო ჩვენი სტუმარი და მალე შევძლებთ ჩვენ რომ Dunkin Donuts-ის რესტორნებშიც ისევე როგორც Smart სტუმრად ხოლმე აქვე ახლოს. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ბატონო სოსო. რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით კვლავ საინტერესო ინფორმაციით. ჩერდით. დროებით.